ფუნშალის გარეუბანში, პატარა ბიჭი მიისწრაფვის ვარსკვლავებისკენ, არა იმიტომ რომ ოცნებობს, არამედ იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. მის ფანჯარასთან მზე ჯერ არა მოსულა, მაგრამ მის თვალებში უკვე ანათებს რაღაც მეტი. ეს არის მიზანი. ამ ბიჭის სახელი კრისტიანოა და ეს ისტორია უბრალოდ ფეხბურთზე არაა. ეს ისტორია ადამიანზეა, რომელმაც საკუთარი სხეული მანქანად გადააქცია, ხოლო გული იმედების მექანიზმად. პატარა კუნძული, მადეირა, ქალაქი ფუნშალი, გაუბედურებული სახლები, ცარიელი მაცივრები და ტალახიანი მოედნები. პატარა კრისტიანო იქ იზრდება, სადაც ოცნებები უფრო იშვიათია, ვიდრე სუფთა წყალი. მას არ ქონია PlayStation-ი, არ ქონდა სათამაშოები. მას მხოლოდ ერთი რამ ქონდა, ეს იყო ბურთი. და მაინც, ბავშვური გულუბრყვილობით კი არა, გიჟური თავდადებით ურტყამდა მას დღისით, ღამით, სიცივეში და სიცხეში. ყველა ამბობდა, შეეშვი, არაფერი გამოგივა. მაგრამ ეს ბიჭი იმით იყო განსხვავებული, რომ ყველაფერს ამტკიცებდა მოქმედებით, ჩუმად და უკომპრომისოდ. 12 წლის იყო, როცა მადეირა დატოვა. ცრემლებმა თვალები აუწითლა. დედის ჩახუტება უკან დარჩა და პატარა ბიჭმა გადაკვეთილი ზღვები არა გართობისთვის, არამედ ბრძოლის დასაწყებად გადალახა. ლისაბონში მარტო იყო, უცნობ ქალაქში, უცნობ ხალხთან და მუდმივ დაცინვას უძლებდა. შენ აქ არაფერს წარმოადგენ. მაგრამ კრისტიანოს სურდა ყველაფერი მოქმედებით დაემტკიცებინა. ამიტომ შრომას აგრძელებდა. გადის დრო და 17 წლის ბიჭი თამაშობს ისე, როგორც 27 წლის ლეგენდა. მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი, ფერგიუსონი, შეხედავს და ამბობს, ეს ბავშვი განსხვავებულია. მან ეს ბავშვი გუნდში წაიყვანა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რონალდუს დასცინოდნენ მისი უჩვეულო დრიბლინგისთვის, მისი ჩაცმულობისთვის, ვარცხნილობისთვისაც კი. მაგრამ რონალდუს არაფერი აინტერესებდა. არც მოდის კრიტიკა, არც პრესა, არც კონკურენტები. მას აინტერესებდა მხოლოდ ერთი რამ ბურთი ბადეში. და ამას აკეთებდა კიდეც. ტიტულები, ჩემპიონობები, ოქროს ბურთები. მან გარდაქმნა საკუთარი სხეული. ყოველ დღე ოფლად იღვრებოდა. დღე არ გასულა, რომ ვარჯიშზე არ ყოფილიყო პირველი მისული და ბოლო წამოსული. როცა მადრიდის რეალში გადავიდა, 94 მილიონ ევროდ მსოფლიო ეიფორიაში ჩავარდა. არის თუ არა ის ამადღირებული? და მან უპასუხა. 428 თამაში, 450 გოლი. ის არ თამაშობდა უბრალოდ ფეხბურთს, ის კლავდა თამაშს. სწორედ აქ იქცა ის კრისტიანო არა უბრალოდ ფეხბურთელად, არამედ რობოტად, შეუჩერებელ მანქანად, სხეულად, რომელსაც არ სჭირდება შვება. სასაცილოა, როცა სხვები დროს ატარებდნენ, რონალდუ დარბაზში ვარჯიშობდა. როცა სხვები კრუასანს ჭამდნენ, ის კიტრს და ქათამს კბენდა. შემდეგ იყო იუვენტუსი, კვლავ წარმატება. შემდეგ მანჩესტერში დაბრუნება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ეს თითქოს დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. ის კვლავ აგრძელებს ბრძოლას საუდის არაბეთში. ბევრმა თქვა, რომ ეს მაინც უნდა იყოს რეალური დასასრულია, მაგრამ რონალდუსთვის დასასრული მხოლოდ მაშინ დადგება, როცა მზე დასავლეთიდან ამოვა და როცა შავი თეთრად იქცევა, თეთრი კი შავად. მისი გული არის ის, რაც მანქანას არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მისი გული ნამდვილად სცემს, სწრაფად, ენერგიულად, დაუღლელად. თუ გონია, რომ არავინ გისმენს, გაიხსენე, რომ რონალდუ ფუნშალის ერთ ოთახში ტიროდა და ახლა მილიარდობით ხმა ყვირის მის სახელს. თუ გონია, რომ არაფერი გამოგივა, გაიხსენე, რომ კრისტიანო რონალდუ უამრავჯერ იყო დაცინვის ობიექტი, მაგრამ უამრავი ფეხბურთელი დატოვა პირში ჩალა გამოვლებული თამაშის შემდეგ. მისი სხეული მანქანას გავს, მისი სული მეომარს და მისი ისტორია ლეგენდას, რომელიც არასდროს მთავრდება. ძალა ფიზიკურ სხეულში არაა, ის გადაწყვეტილებაშია, არ დანებდე. კრისტიანო რონალდუ. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი მეტი მსგავსი ვიდეოსთვის, დროებით.